საღამო მშვიდობის ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და მნიშვნელოვან პერიოდზე საქართველოს ისტორიაში, მე-20 საუკუნეზე. უფრო ზუსტად მენშევიკების და ბოლშევიკების ურთიერთ დაპირისპირების პერიოდზე. ხშირად ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას ან ბრძოლას ერთობ მარტივად განვიხილავთ და მოწინააღმდეგეებს ოდენ კარგებად და ცუდებად ყოფთ. სინამდვილეში და რეალურად ნამდვილად არ არის ასე და გაცილებით უფრო რთულადაა საქმე. ორი ძალის დაპირისპირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ერთი სრულიად მართალია, მეორე კი აბსოლუტურად ცდება ყველაფერში. მით უფრო, როდესაც საუბარია ბოლშევიკებზე და მენშევიკებზე. მოცემულ კონფლიქტში გნებავთ ომი დავარქვათ, თითოეულ მხარეს ჰქონდა თავისი ლოგიკა, მიზნები და შეცდომები, რომლებმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენებს შევხედოთ არა ემოციით, არამედ ანალიზით. რა მოხდა სინამდვილეში და რა შეიძლებოდა სხვანაირად განვითარებულიყო. და რაც მთავარია, რა უნდა ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან დღეს. ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ ისტორიკოსი ბატონი სიმონ მასხარაშვილი და ქალბატონი მარინა ლობჟანიძესთან ერთად ვეცდებით გავარკვიოთ, როგორ ყალიბდებოდა მაშინდელი პოლიტიკური არჩევანი. რა შეცდომები დაუშვეს სხვადასხვა ძალებმა და რამდენად იყო შესაძლებელი განსხვავებული შედეგი მიგვეხა. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ისტორიულმა გამოცდილებამ დაგვეხმაროს დღევანდელი საქართველოს უკეთ გაგებაში და მომავლის უფრო გონივრულად დაგეგმვაში. კეთილი იყოს ბატონო სიმონ, თქვენი გადაცემა გასულში მობრძანება. დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი პატივია და ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც, რომ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და არა როგორც იტყვიან, რა წინას არ მომზადებული რა პასუხები შევთავაზოთ საზოგადოებას, არამედ ალბათ შევთავაზოთ თემები, რომელზეც ყველა მთელმა ერმა ერთად უნდა ვიფიქროთ და სამომავლოდ უნდა იქნას გამოტანილი ალბათ დასკვნები, იმიტომ რომ თავარი ფიქრია, თავარი არის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თავში გადაწყვიტოს რა ჯობდა და რა აჯობებს ხვალ თუ დღეს და სად შეგვეშალა და სად შეიძლებოდა რომ წარმატებისთვის მიგვაღწია ნაცვლად მარცხის. ეს თორია ძალიან სტერეოტიპული შეხედულება და ყველა ცდილობს რომ უკვე არსებულის მკიცება ხელახლა გააჟღეროს და იმართლა ყველაზე საინტერესო ალბათ ფიქრი და ანალიზი უნდა რომელიც ჩვენ ქართველებს შეგვწევს შვენივრად თუ მოვინდომეთ და სწორედ ამას ვაპირებთ დღეს და მე მგონი თემა ძალიან საინტერესო და იმედია რომ მაყურებლებისთვისაც ისეთივე საინტერესო იქნება როგორც ჩვენთვის მუშაობის პროცესში როდესაც გადავწყვიტეთ რაზე უნდა გვესაუბრა რა კუთხით წავსულიყავით და რა კითხვები შეგეთავაზებინა თქვენთვის იმიტომ რომ თქვენი ცოდნა და აი სწორედ ის ანალიზის უნარი და შედარებები, საყოველთაო ცნობილია და ძალიან საინტერესო მოსასმენი ყველასთვის. ხშირად მითებით ვჯელობდა, ამა თუ იმ მითის თქვენი თქმის არ იყოს გამართლებას ვცდილობდა, არა იმას, რომ სინამდვილეს ჩავწოდეთ. სინამდვილემდე კი, სამწუხაროდ. ეთახმებით, სალაპარაკო ბევრი გვაქვს, ამიტომ მოდით პირდაპირ გადავიდეთ თემაზე. როგორი იყო ვითარება საქართველოში 1917-18 წლებში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ და რა რეალობაში აღმოჩნდა ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. პირველ რიგში ალბათ უნდა ითქვას ის, რომ 1917 წლის თებერვლის რევოლუცია სავსებით შესაძლო არ მომხდარიყო, რომ არა აბსოლუტურად კრიტიკას ვერ უძლებს ისეთი რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზი, მისი მთელი რიგი გადაწყვეტილებები მარტივ რამეს ვიტყვი. ერთ თემას, რომელსაც რუსული საზოგადოებაც გაურბის და ვიკიპედიაშიც კი ცალკე სტატია ამაზე არ არის გამოყოფილი. 1914 წელს ომის დაწყების წინ ვინმე პეტრე ბარკის რჩევით, რომელიც ფინანსთა მინისტრი იყო და ეს იყო ერთადერთი ფინანსთა მინისტრი
ერთადერთი მინისტრი საერთოდ ნიკოლოზის მთავრობაში, რომელიც მან ომის ბოლომდე არ შეცვალა, სანამ თვითონ არ დაემხო, არ შეცვალა და რამდენჯერმე გამოწვევა პრემიერ-მინისტრები, ეს ხო ფინანსთა მინისტრი, რომელიც შევითად შემოიღო მშრალი კანონი. ზუსტად იმ პერიოდში ომი რო იწყებოდა და ხიზელს აუმებდა რუს ჯარისკაცს პირველ მსოფლიო ომში. მარტო ამაში არ არის საქმე, უბრალოდ მე მინდა რომ გავყვე ერთ ხაზს აი მშრალი კანონის რუსეთის მედის რა ქვია რუსეთის სინამდვილეს. ერთადერთი კანონი, რომელიც ჯერ მენშევიკებმა, ასე ვთქვათ, მენშევიკურ ესერულმა კადეტურმა მთავრობამ მეფის კანონებიდან შეინარჩუნა და შემდეგ ბოლშევიკებმა და არ შეცვალეს, იყო მშრალი კანონი და ეს გაგრძელდა 25 წლის ბოლომდე. და სხვათა შორის სინამდვილეში რუსეთის ეკონომიკა ვერც ნეპმა დააყენა ფეხზე და ვერც აი პირველი ნაღდის შემოსავალი რო გაუჩნდა რუსეთს და ვერც კოლექტივიზაციამ თუ ინდუსტრიალიზაციამ რო დაიწყო. იოსებ სტალინმა 25 წლის მიწურულს მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა ეს კანონი და მილიონები წამოვიდა რუსეთის ბიუჯეტში. აი თავარია ამას გაურბიან სხვათა შორის. ხო გარბაჩოვმა გაიმეორე. აი გარბაჩოვმა გაიმეორე და ამიტომ არის ეჭვი რომ მამ შვენივრად იცოდა რომ ეს იყო ის რაც რუსეთს დაანგრა. უკვე გამოცდილება იყო. მე გითხრათ ერთი რამ. რუსეთს ყავდა არის სხვადასხვა მონაცემი 2-დან 3 მილიონამდე ემიგრანტი და ერთადერთი რუსი ემიგრანტი რომელსაც ბრიტანეთის მთავრობამ მემკვიდრეობითი აზნაურის ბარონეტის ტიტული მიანიჭა ეს იყო სწორედ ეს ბარკი. როდესაც შეხარ იმპერატორი და ამაზე ხელს აწერ. როდესაც ხარ მივლუკოვი და ყვირი რომ რუსეთი იღუპება, იმიტომ რომ პეტერბურგში დარჩენილია მხოლოდ 5 თვის პურის მარაგი და 4 თვის საწვავის მარაგი. და შეფერხებული არ რკინიგზა და რკინიგზაც იმითოა შეფერხებული რომ ყაზარმები წვევანდელების მოვაწყე ლენინგრადს ანუ პეტროგრადს მაშინ პეტროგრადსა და მოსკოვში და ეს არის უპრეცედენტო როცა ყაზარმები წვევანდელების უნდა იყოს ფრონტის წინა პატარ-პატარა ქალაქებში და 300-დან 400.000-მდე ჯარისკაცი თითოეულ ქალაქს დაუმატე და ამათი გადაზიდვა იწვევს პრობლემას და 300-დან 400.000-მდე კაცის თითოეულ ქალაქში დამატებით გამოვყვება გიწევს ომის დროს შენ უღარ გიქურსო 5 თვის მარაგი დარჩა. ანუ აქ ის იმაზე კი არ იყო რომ ჩვენ კრიზისში და ამას მოსდევს რევოლუციური პროცესები. ეს ნიშნავს რომ აი სამეფო კარის ელიტა აბსოლუტურად კრიტიკას ვერ უწევს. მაგრამ თავარი პრობლემა რა არის, იცით? საქართველოს მოსახლეობა იმ პერიოდში რევოლუციას ჯერ ერთი არ ელოდა და რაც ყველაზე საინტერესო იყო დამოუკიდებლობას მასობრივად არ ელოდა და რატომ? იმიტომ რომ ქართველთა შორის ყველაზე პოპულარული პარტია იყო არანეროვნული, არანაციონალისტური სოციალ-დემოკრატიული პარტია. რეალურად რამდენად განსხვავდებოდა მენშევიკების და ბოლშევიკების იდეოლოგია პრაქტიკაში? თავდაპირველად განსხვავება იყო მიზერული, ნულოვანი და ერთსაც ვიტყვი რა 17 წლის აგვისტოში გადავიდა მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, სხვა შორის არაქართული ლიდერი მენშევიკების პარტიის, ანუ სოციალ-დემოკრატები მენშევიკები, რასაც ერქვა უпроსოდ ოფიციალურად, ამათ ერქვა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ხოლო ბოლშევიკებს ერქვა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ბოლშევიკების. ახლა მენშევიკებს ესე არ ხმარობდნენ, ეს უბრალოდ ბოლშევიკებს უყვარდათ. მათთვის შერქმევა და იმ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რომლის ლიდერიც იყო კარლო ჩხეიძე, და რომელიც მაშინდელი იყო რუსეთის პირველი პრეზიდენტი გამოდის, იმიტომ რომ პეტროგრადის საბჭოების ცაკის თავმჯდომარე იყო ჯერ, ვინც გამოსცა სხვათა შორის დეკრეტი ნომერი 1, რასაც მოყვა არმიის ჩამოსვლა და ნიკოლოზის რეალური დამხობა და ამაზე თუ როგორ ექნება ცალკე საუბრის თემა ალბათ და შემდგომში ის აირჩიეს პირველ ყრილობაზე სრულიად რუსეთის საბჭოების ცაკის პირველ თავმჯდომარე და დროებით იმთავრობა ამიერიდან მას ეკონდებარებოდა. და მისი თანამშრომელი იყო, მისი მოდით ვთქვათ ასე აქტივისტი იყო ლევ ტროცკი, რომელიც გადავა აგვისტოში ბოლშევიკებში და კარლო ჩხეიძე დარჩება სრულიად რუსეთის ცაკის თავმჯდომარე, მაგრამ პეტროგრადის ცაკის თავმჯდომარე ხდება პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე ხდება ლევ ტროცკი და პეტროგრადის საბჭოთი განახორციელებს მე მატროსებზე დაყრდნობით რევოლუციას, რომელსაც 4 თვით ადრე ეხვეწებოდნენ კარლო ჩხეიძეს, ჯერ კიდევ ივლისის ამბების დროს, რომ თავი გამოიცხადეს სრულიად რუსეთის დიქტატორად. და ის ხალხი, ვინც გერმანული ფულით თუ სხვა მანიპულაციებით გამოიყვანა ტროცკიმ
ოქტომბერში, ახალი სტილით ნოემბერში. ის ხალხი თავისინებით იყო კარლო ჩხეიძესთან მისული და დიქტატორობას თავაზობდა. ამას რატო ვივიწყებთ თქვა, ხო? რუსებსაც არ უყვართ დიდად გახსენება 3 ივლისი. და ლენინი საერთოდ გადაიკარგა იმ პერიოდში. და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ როდესაც კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა და რა ქვია ირაკლი წერეთელი ამბობდა ესე ცნობილ სიტყვას, რომ არც ერთი პარტია არ არის მზად, რომ ძალაუფლება აიღოს რუსეთში და არის ესეთი პარტია ბოლშევიკებისა ცნობილი ლენის ფრაზა, ამის შემდეგ ამბობს კარლო ჩხეიძე, უბირიც этого сопляка, ესა პროტოკოლში და ლენინი გაათრიეს დარბაზიდან. ჩხეიძე იყო კაცი, ვინც დიქტატურაზე ამბობდა უარს. ხვდებით რუსეთში ეს სიტუაცია იყო, რევოლუცია რომ მოხდა. ეხლა რატომ ხო ვიცით, აი თქვენ სხვაობა რა იყო მათ შორის? სხვაობა იყო ერთი, რომ ბოლშევიკების პარტია იყო ყველაზე რუსული პარტიათა შორის ერთ-ერთი და რუსულ არისტოკრატული. ესე იგი, ბოლშევიკებში იყო ძალიან ბევრი მართალია სტარავერი. ნამდვილად უფრო ქვედაფენა. მაგრამ მათ შორის მალეკოვი იყო სტარავერი, მაგრამ მაკედონური წარმოშობის აზნაური. ანუ დედით სტარავერი, მამით. აქ იყო ებრაელებიც, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცენტი, მაგრამ უდიდესი პროცენტი, ანუ ნაკლებად პოლონელები, იყო რუსები და სხვა შორის ქართველებიც. რა შეიძლება? კი, იყვნენ ქართველები, 1000-ზე მეტი. რეალურად ქართველი ბოლშევიკები ყველა იყო იქ ბოლშევიკურ ელიტაში, თორე ქვედაფენაში მათ საქართველოში ყველა ჯერ არ. რა შეიძლება სოციალ-დემოკრატებს ეს, რასაც ქვია, აქ ბევრი ებრაელი იყო, რა თქმა უნდა. იყო აქ ბევრი პოლონელიც, სხვადასხვა ერის წარმომადგენელიც. აქ სერიოზულ როლს თამაშობდნენ ქართველები. ეხლა რა შეიძლება პროგრამას? რა თქმა უნდა, ბოლშევიკები იყვნენ უფრო რადიკალურები. ბოლშევიკები პირდაპირ ქადაგებდნენ ყოველთვის. ეს იყო პროლეტარიატ დიქტატურას ერთის მხრივ და ბოლშევიკები იყვნენ ყველაზე მეტად ნახეთ იმპერიის შენარჩუნების მომხრე. სხვა შორის სტალინის აღზრდა მათ შორის ბოლშევიკურ პარტიაში იწყება მისი ცნობილი სტატიით. ეს არის ერთად თვითგამორკვევის პრინციპი და სახელმწიფო ინტერესები, რომელიც როგორც ეთქვა ვენაში აქვს დაწერილი, როგორც ირკვევა ახლა. და ნახეთ რას ამბობს. რა თქმა უნდა, უზენაესია ერთად თვითგამორკვევის პრინციპი, მაგრამ თუ ერთი ერის თვითგამორკვევის პრინციპი ეწინააღმდეგება მეორე ერისას, მაშინ უნდა გავთვალისწინებული იქნეს შემდეგი ფაქტორი, რომელი ერია სოფლიოს რევოლუციურ პროცესებსა და ეკონომიკურ უფრო მნიშვნელოვანი. აი ეს არის ის მომენტი, რომელიც სტატიის შემდეგაც ის უკვე ცეკას წევრად საბოლოოდ კვიდრდება და როგორც ეთყობა ბოლშევიკებზე, სხვათა შორის რუსეთის სამხედრო წრეებში სპეცსამსახურშიც იმპერიის დროს სერიოზული სწორებაც იყო, რატომ? იმიტომ რომ მოდი თქვათ რა, ესერები, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო რუსეთის საზოგადოებაში, გლეხობაში, აბსოლუტურად მარგინალური ძალა იყო. ტერორიზმი იყო მათი ცხოვრების ერთადერთი წესი. სოციალ-დემოკრატები იყო ყველაზე ლიბერალურ, ტოლერანტული ამ სოციალისტურ პარტიებში, რომლებიც თქვათ რა თქმა უნდა ითვალისწინებდნენ ყველაზე ნაკლებად საქართველოში შეიძლება, მაგრამ ზოგადად თვითგამორკვევის პრინციპებზეც ბერძნებდნენ, თავისუფლებებზე და ძირითადად იყვნენ საპარლამენტო ასე ვთქვათ, მოძრაობის მომხრეები. ბოლშევიკებს მიაჩნდათ, რომ ვერცერთ ხელისუფლებას ვერ განხორციელდება ძლიერი ხელისუფლების დამყარება, თუ თავდაპირველად არ წახვალ დიქტატურის გზით. სხვა გვარად ეს არ გამოვა და რეალობა ეს აღმოჩნდა, იმიტომაც გაიმარჯვეს. და კიდევ ერთი ესეთი ცნობილი ფრაზა რა სხვაობაა სხვა შორის ბოლშევიკებს და ქართულ სოციალ-დემოკრატებს შორის. მე მართლაც ქართველები იყო ძირითადად. ის რომ ბოლშევიკები იყვნენ სოციალისტები დემოკრატიის გარეშე და მენშევიკები იყვნენ დემოკრატების სოციალიზმის გარეშე. მე ვიტყოდი ისინი იყვნენ სოციალისტები და ძალაუფლების მოყვარულნი დემოკრატიის გარეშე და ესენი იყვნენ დემოკრატები ცოტათი შეიძლება სოციალიზმის მოყვარულნი მაგრამ ძალის გარეშე. თუ სახელმწიფო ვერ იცავს საკუთარ თავს. ვერ იცავს. აი რამდენად აქვს მას მორალური უფლება რომ იყოს დემოკრატიული. მოდი თქვა პირდაპირ ამას ძალიან მარტივი პასუხია. ვერცერთი ახლა დაბადებული სახელმწიფო ვერ დაიცავს თავს, თუ ის სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ არ შეზღუდავს გარკვეულწილად დემოკრატიას. ავიღოთ ძალიან მარტივი მაგალითი. 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაიბადა რამდენიმე სახელმწიფო, რომელთაც ჩვენზე
არა თუ ჩვენზე ნაკლები პერსპექტივა ქონდათ სახელმწიფო ჩამოყალიბებისა და შესაძლოა პარტიებიც ნაკლებად აქტიური ყავდათ, ხო ჩვენკენ მაინც კაროჩხეიძე ყავდა რუსეთის იმპერიის სათავეში. არც ერთი ფინელი, არც ერთი პოლონელი, არც ერთი ჩეხი, არც ერთი სლოვაკი, არც ერთი არ ყოფილა არც საღვთო რომის უბრალოდ ავსტრია-უნგრეთის სათავეში, არც გერმანიის იმპერიის და არც რუსეთის სათავეში. ხო, ობიექტურები იყო. მაგრამ ყველა ამ ქვეყანაში დამყარდა სამხედრო დიქტატურა. დაწყებული მანერჰაიმით, გაგრძელებული პილსუდსკით და ასე შემდეგ. რომელ ქვეყანაშიც რა ქვია, როდესაც მორჩა პირველ მსოფლიო ომი და უბრალოდ გაჩნდა პერსპექტივა, რომ სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო. წავიდნენ პირველში ეროვნული ინტერესების დაცვის გზით და ამის განხორციელება მარტო სამხედრო ძალა შეუძლია. და სამხედრო ძალა კიდევ ჰორიზონტალურ სისტემას ვერ იტანს, ის ვერტიკალია და უეჭველი ითხოვს ვერტიკალს და ვერტიკალი რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში უკვე გარკვეულწილად სულ მცირედ არ ბილატრულ თქო დემოკრატიის ხარისხის შემცირებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. არ არის რამაინც დემოკრატიული შესაბამისად ყველა ისინი წავიდნენ ვერტიკალზე და ყველა ისინი გადარჩენ. და მეცაც გეტყვით საქართველოს სხვათა შორის ნაწილობრივ ბალტიისპირეთიც კი იმ პერიოდში და საქართველოს რომელსაც ქონდა 1000-ლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია და თვით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიც მას царство грузинское ერქვა და რუსეთის იმპერატორს შეთავსებული ქონდა და მურავის გონია რომ 1801 წელს რუსეთმა საქართველო გაუღო. არა, უბრალოდ რომანოვებმა ბაგრატიონებს ჩამოართვეს იურიდიულად რო გავშვათ ტახტი და თვითონ დასხდნენ საქართველოს ტახტზე. და მიუხედავად იმისა რომ ეს სამეფის ნაცვლად არსებობდა და 23 მარტო წმინდა გიორგის ორდენის კავალერი გენერალი ყავდა მაშინ და ფინელს ერთად არავინ არ ყავდა 9000 შვედი არისტოკრატი და ერთი გერმანულო-რუსული წარმოშობის პოლკოვნიკი მანერჰაიმი აღმოაჩნდა სათავეში. აი იმ ერთმა პოლკოვნიკმა რომელიც სრულად საკმარისი აღმოჩნდა საკმარისი და პირველად მსოფლიო ისტორიაში ფინური სახელმწიფო გაჩნდა 1918 წელს. პირველად მსოფლიო ისტორიაში ჩეხოსლოვაკური სახელმწიფო როგორც ასეთი ორი ერთად ჩნდება 1918-ში ჩეხია კი სამთავრობო მორავია და რაღაც არსებობდა ოდესღაც ამ სახელმწიფო შემდგომში ჩნდება პოლონეთი და პირველად მსოფლიო ისტორიაში 1918 წლის მერე იბადება ესტონეთის და ლატვიის სახელმწიფო. არასდროს მათ სახელმწიფო არ გონიათ და არავით არის სახელმწიფოებრივი გამოცდილება. საერთოდ იდეაში ლატვიეული ეთნიკური წარმოშობის აზნაური არ არსებობს. ფინური წარმოშობის აზნაური და ესტონური წარმოშობის აზნაური არ არსებობს. საქართველოს მოსახლეობის თავის ძროზე ერეკლეს პერიოდში 10% და რუსეთის იმპერიის ბოლოს 4% იყო თავადაზნაურობა. და ახლა შენთან მიდიხარ დემოკრატიის კუთხით. ჩვენ რა დაგვემართა იცით პირდაპირ გეტყვით. ჩვენ სიტუაციაში იყო აი ძალიან დიდი საცდური. ჩვენ ყავდა ეროვნული ძალები, ვინც ფიქრობდა, რომ რა თქმა უნდა სამხედროებს აიღო ძალაუფლება. მეცაც გეტყვით რა იყო ნაციონალისტური ძალები, გენიალური ადამიანები, ილიას მიმდევრები დავარქვათ, ილიისტები, რა ქვია, ექვთიმე თაყაიშვილი თუ ასე შემდეგ. ნიკოლაძეც კი ამ პერიოდში და ხაშოსმდია ახალგაზრდებს დიდა აგერ ვარლამ ძიძიგური, შემდეგ თაობებს აყავდა რა ქვია პიროვნე კერესელიც და სხვები სკოლებშიც კი ასწავლიდნენ, მაგრამ საქმე რა იყო რომ ქართველი არის ესეთი ვინ არის უფრო ძლიერი და ვინ არის მთავარი. ქართველებმა შეხედეს ამ ნაციონალურ ილისტურ ძალებს არ გააჩნიათ არც ერთი არჩევნებაში გამარჯვებული პარტია. კაი ბატონო, მათი წევრები არიან გენერლები და ჩვენი სამხედროების გარკვეული ნაწილი, თუნდაც ისეთი როგორც იყო კოტე აფხაზი და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ხალხი, მაგრამ რა, ანუ ახლა ბოლოს არიან გენერალ-მაიორები, გენერალ-ლეიტენანტები, ხო? და ამ დროს სოციალ-დემოკრატებს ყავთ პირველივე რუსულ მთავრობაში მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტი, ანუ კარლ ჭეიძე, რომელიც არის ცაკის თავმჯდომარე, რომელსაც მთელი მსოფლიო იძახის, რომ არის რუსული რევოლუციის მამა და მანამდეც 1907 წლიდან რა ქვია, რუსეთის იმპერიის სათათბიროში ყოველთვის ზის რომელიმე ქართველი სოციალ-დემოკრატი. ხან ჭხენკელი, ხან ჟორდანია, ხან რა ქვია, თავად ჭხეიძე, წერეთელი და ასე შემდეგ. შესაბამისად, რიგით ქართველი უყურებს ესე რომ ერთის მხრივ გვაქვს არსებობს პარტია, რომელიც არის მსოფლიო მასშტაბის ქართველი ავტორიტეტები პოლიტიკურ სფეროში
და მეორე მხარეს არის კი ჩვენთვის შესაძლოა ძალიან კაი საყვარელი პოეტი, მწერალი და ასე შემდეგ, რომელსაც არ აქვს ავტორიტეტი. ფინელს ეს ფუფუნება არ ქონდა, ვერ იფიქრებდა, რომ ერთ მხარეს არის ვიღაც პოლკოვნიკი მანერჰაიმი და მეორე მხარეს სოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი. მას მანერჰაიმის გარდა არც არავინ არ ყავდა. და ჩვენ ყავდა და ის რაც იყო ჩვენი ნიჭის გამოვლენა და პლუსი, ჩვენ საკილევსის ქუცლად იქცა. ჩვენ და სამწუხაროდ. რომ ყველაზე დიდი წარმატებული ქართველები ვინც იყვნენ, მათ ყველაზე ნაკლებად აღელვებდათ საქართველოს თავისუფლება. და იცით რა მეინტერესებს გამამატებ იმას კი რა გამოდის რომ ფაქტიურად აი პატარა ქვეყნისთვის როგორც ჩვენ ვიყავით დემოკრატია აღმოჩნდა ფუფუნება რომელიც ვერ შევნარჩუნეთ იმ ძალების გარემოცვაში და კიდე ერთი ნახეთ აი თავისუფლება რაღაც გარკვეულ მომენტში როდესაც ქვეყანა იღებს ამ თავისუფლებას ეს სტრატეგიული შეცდომა შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ კონტექსტში იმ მომენტში ზუსტად ერთ შემთხვევაში თავისუფლება შეცდომა ვერ ჩაითვალა რა არის იცით ნებისმიერ სიტუაციაში რაც უფრო მაღალია დამოუკიდებლობის ხარისხი მით უკეთესია იმიტომ რომ ამის ალტერნატივა მონობა ხო რაც უფრო ნაკლებად დამოუკიდებელი და თავისუფალი ხარ მით უფრო მეტად მონახარ და მონას სიკეთეს ვერასოდეს ვერ გააკეთებს ის კი არა საქართველოს სახელმწიფოებრიობა რო ქონდა დაკარგული აი იქ ჩვენი კულტურის რეალიზება ვაჟა იყო თუ სხვა იყო რა რომ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას იჩენდა ვიდრე სხვა მე რა ვიგულისხმე იცით აი რაც მე წაკითხული მაგახლა იმდენი რაღაცები იცვლება ჩვენ კიდევ სხვანაირად სწავლობთ ხა ხო ესე იყო რა ისტორია გადატრიალებულია მაგრამ აი სწორედ თქვენ რო ახსენეთ მენშევიკების ლიბერალური საერთოდ აღქმა ყველაფრის მათ ხო დემოკრატია მიაჩნდა რომ დემოკრატია თავისთავად არ განსაზღვრა ძალიან ძლიერ არმიას ხო თვითონ ფული ეხარჯებოდა მაგრამ იქ კადრები იყო ძალიან სუსტი ხო კადრებისა და არმიაში ჩვენ თემარაპირი კადრები ყავდა ბრწყინვალე რომელიც დემო არ გამოიყენეს მენშევიკებმა იმიტომ რომ ისინი გაურბოდნენ არმიას ჩვენ ყავდა რუსული გეოდეზიის მამა ბენაშვილი რომელმაც მე ჩვენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რო ქვია დღეს ის დაარსა ჩვენ ყავდა მაშინ იგივე ოდიშელიც ხო და აი რატო გაურბოდნენ ეგრეგულისხმეს მაგაშია იგივე ახმეტელი სტეპან ფანტასტიკური გენერალი გაურბოდნენ ისინი სამხედროებს იმიტომ რომ არ იყვნენ სამხედროების სოციალ-დემოკრატები პარტიული ნიშნით გაურბოდნენ და პრიორიტეტს ანიჭებდნენ ეროვნულ სახალხო გვარდიას იგივე სხვა ჩვენს ოფიცერად წითელი გვარდია ერქვა მასაც ვალი კოჯუღელის მეთაურობით პრობლემა რა იყო რის თქმა უნდა აი ეს უბრუნდები იმ საკითხს რომ დემოკრატიულობა არც ერთი ქვეყანა მოდი დავანებოთ პატარა ქვეყნებს თავი დღეს სოფლიო ისტორია რომ სახელმწიფოსაც იცნობს არც ერთი არ დავაბადებულა დემოკრატიული კანონებით ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში დღემდე წერია რომ მის პრეზიდენტს ირჩევს მხოლოდ და მხოლოდ 538 ამომრჩეველი არა 330 მილიონი კაცი 538 და პირველი ათწლეულების განმავლობაში მართლა 100 ადამიანი ირჩევდა ამერიკის პრეზიდენტს და არა ქვედაფენები. და ეხაც ორსაფეხურია მოგახსენებათ, ხო ამ მომრჩევლებს უნდა მისცენ ხმა ერთობლივად იმას, ვისაც შტატი დაუჭეს და იყო ფლორიდაში ბუშის არჩევნების დროს, როდესაც ანულირება. მოახდინეს და ხელახლა ჩაატარეს. დღესაც კი ამერიკაში. რა შეეხება ბრიტანეთს, რომელ დემოკრატიაზე ბრიტანეთი მოვიდა, ისე გახდა ბრიტანეთი, რომ მე-20 საუკუნემდე ლორდთა პალატას გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა ვიდრე თემთა პალატას და თემთა პალატაში პირველად ბრიტანეთის ისტორიაში საყოველთაო არჩევნები რეალურად 1945-ში ჩატარდა პირველად საფრანგეთის ისტორიაში საყოველთაო არჩევნები 1948 წელს ჩატარდა ხოლო საქართველოში საყოველთაო დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები როცა ყველა ადამიანს ერთი ხმა ჰქონდა და ქალები არათუ ამომრჩევლები გახდნენ არამედ პარლამენტის წევრებად აირჩიეს 19 წელს ჩატარდა 19 წლის 12 მარტს შეიკრიბა პარლამენტი 5 მანდილოსანი იჯდა როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხოდო 22 წლიდან შემოდის ეს ქალებს არ ქონდათ საერთოდ ლეკვილობის ისტორია ჯერურის ქონდა კიდე და ეს მოდის ხო ეს ევროპაში ყველაზე ადრე რეალურად საარჩევნო ხელისუფლება მანდილოსებმა საქართველოში მიიღეს ესე იგი ჩვენ დემოკრატიის ხარისხით გადავასწარით მთელ სოფლიოს და ამ დროს საპირისპირო სურათი გვაქვს არ ვინმე დამისახელოს სოფლიოს ძლიერი სახელმწიფო მე არ ვამბობ სუსტ და პატარა ქვეყნებზე ვინმე დამისახელოს რომელიმე ძლიერი სახელმწიფო დაწყებულა დიდი შვიდეულის წევრებით დღეს რომელიც დემოკრატიული კანონებით გახდა ძლიერი და არ დაფუძნებულა სამხედრო ძალაზე დაფუძნებით და მე გავჩერდები. ამერიკის შეერთებული შტატებიც ვაშინგტონმა გააკეთა. დიდი ბრიტანეთიც გააკეთა, რა ქვია, იმ
კრომველის მერე კონტრრევოლუციურმა ძალებმა საფრანგეთი ყველამ კარგად ვიცით როგორც გამოვიდა და ნაპოლეონი იყო რომელმაც გაარღვია ყველაფერი და საბოლოო ჯამში სტიმული მისცა ბისმარკი გერმანიის შემთხვევაში და შემდეგ პოსტ-ჰიტლერულ გერმანიას უყურებთ სხვათა შორის კანადა დღემდე უკაცრავა და ჩარლზია კანადის მეფე და კოლონია იყო საერთოდაც და იაპონიაში გასაგებია ლეო რაუცი მეიძი მაგრამ დღემდე ფაქტობრივად ღვთაებად იმპერატორი ავსტრალიაზე იცით რა არა რას ვიძახი დიდ ჩვიდეულზე მაქვს საუბარი და რუსეთზე ხო აღარ არის შემდეგიდან ჩინეთზე ლაპარაკი დამისახელეთ აი დამისახელოს ვინმე რომ საყოველთაო დემოკრატიით შექმნა დიდი იმპერია არ არსებობს ესეთი და დიდი სახელმწიფო არა თუ პატარა მაგრამ მოდი დავანებოთ თავი ამ დემოკრატია ფუფუნებაა ოღონდ ფუფუნებაა რომელსაც სხვათა შორის როცა ვინც დემოკრატიულობით ყველაზე გამორჩეული იყო ათენი მაშინ გავიხსენოთ პლატონის სახელმწიფო რომელიც დემოკრატიის ტირანიის გარდა ყველაზე ცუცყობად მიიჩნევს და დემოკრატიაზე უფრო პროგრესულად მიაჩნია მას ოლიგარქია და რა თქმა უნდა ოლიგარქიაზე უფრო მაღლა დგას დემოკრატია ღირსეულთა მმართველობა თვით პლატონი და არისტოტელესთვისაც კი დემოკრატია ერთ-ერთი ყველაზე მდარე წყობათა შორის და იცით რა ამას როცა პანაცეად გვაჩვევენ და ვიღაც ამოიჩემებს რომ ქვეყანა რომ გადარჩეს ოკუპაციას ქვეყანა რომ გაიმარჯვოს ქვეყანა რომ თუნდაც ეკონომიკურად იყოს ძლიერი ამისი ერთადერთი რეცეპტი არის მისი მაქსიმალური დემოკრატიულობა ეს არის ტყუილი აბსურდით ამისი დამადასტურებელი და დამამტკიცებელი ისტორიული ფაქტი ბუნებაში არ არსებობს გარდა იმისა როდესაც ვიღაცას აწყობს შენი დემოკრატიულობა გამოიყენოს შენივე და უბრალოდ და ყევხარ თქვა რომელიმე სახელმწიფოს თვალში ნაცრის შეყრის ფორმით თვითონ დემოკრატიულად გაჩვევს გასვას რომ გეოსტრატეგიულ თვალსაზრისით შენ არაფრის მაქნისი არ იყო და დროებით გაარსებოს აი ესეთ თქვა მოჩვენებით მაგალითს თუ არ ნახავთ არც ერთი თვითყოფადი სახელმწიფო დემოკრატია არ დიდი მადლობა აი სწორედ ეს იდო ეს მინდოდა რომ გეთქვათ აი ამ პატარა კითხვაში ხო და რასთვარია არაფერს ვაშია პატარა და დიდი სახელმწიფო და რასთვარია საინტერესო ისაა რომ ჩვენ ხო საქართველოს ვლაპარაკობთ მაგრამ ეს ვერ ავსდით მივდივართ იმ სოფლიო მასშტაბებზე გავედით და იმ ისტორიულ გამოცდილებაზე და იმ საუკუნეების მოდელებზე რომელიც რასაც ძალიან აქტუალურად მოქმედებს და განსაზღვრავს არ არსებობს ხო გამოკიდოთ არ არის ეს ყველაფერი ცალკე იცით რა ჩვენ დემოკრატიას ვეძახით დღეს იმ პროცესს რომელიც ამ სოფლიოში კი ბატონო მაგრამ სოფლიოში იმარჯვებს ის ვისაც ხარს უჭერს მასმედია ხოლო მასმედია ხარს უჭერს იმას ვისაც მილიარდერები ან ტრანსნაციონალური კაპიტალის წარმომადგენლები აფინანსებენ რეალურად და მე ამას აძლევს საზოგადოება ხარს რეკლამა რა არის ხო წინასწარ ქმნი განწყობას რომელთაც გინდა შენს მიერ შექმნილი პროდუქტი გაასაღო და ჩვენ აი ამას ამ სატყუარებს ვისერთობლიობას ვეძახი დემოკრატიას და ეს შეიძლება უფრო დიდი უსინდისოვაა ვიდრე პირდაპირ ვამბობ რომ არა ბატონო დაარქვი რაც არის რეალურად დაარქვი რაც არის და კარგი არის თქვათ ესა და ეს და ცუდი არის ესა და ეს პირდაპირ თქვა პირდაპირ გამოხვიდე და უმტკიცე ის ძალიან ცნობილი ფრაზა რომ ფაშიზმი დემოკრატიის სახელით შემოდისო ხო ყველა წყობაში ეს შემოვიდა და არა მარტო ფაშიზმი იმიტომ რომ დემოკრატიის შემდეგი ეტაპი როგორც პლატონი ამბობს არის ტირანია დემოკრატია იწვევს სხვაჩვენსაც მოხდა მე პირველ მსოფლიო ომის დროს ნახეთ დემოკრატიის ნაყოფი რა იყო აი ბრიტანეთი იყო მაშინ ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში ჯერ ერთი აი ამას თუ შეიძლება შევეხო წინა დღეს როდესაც ანუ სანამ გამოუცხადებდა ომს ინგლისი გერმანიას შეთანხმდნენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მყოფობდა ბერლინში რომ ერთმანეთთან საუბარი აფერი არ ქონდა და უცხადებს ომს რატომ იმიტომ რომ ბელგიის გავლით შეიჭრა საფრანგეთში და ბელგიის მეფე აღვირდა რომ აი ჩემი ნეიტრალიტეტი იყო და დამეხმარე და ბრიტანეთის მთავრობა 48 საათიან ულტიმატუმს უყენებს გერმანიას ვანჯარი გამოიყვანე ან ინცულებულიო როლი გამოგეცხადო ტრამპი ესე იგი უფრო პროგრესული ყოფილა ორკვირიანი ულტიმატუმს ამბობს ერთკვირიანი მაინც ეთქვეყა 48 საათში იმდროინდელი ტექნიკით როგორ უნდა ან გახვიდე ან გამოხვიდე ხო შეუძლებელი ანუ ეს უკვე არაკვალიფიციურობა და საკუთარი სიტყვის ტყვე ხდება ბრიტანეთი ისე უცხადებს რომ მე როგორ მიდის საომარი მოქმედებები ამაზე ცალკე გადაცემები შეიძლება მაგრამ შემდგომში ცვლიან პრემიერ-მინისტრს და უფრო ბრწყალებში ბრძენ კაც
დევიდ ლოიდ ჯორჯს რა ქვია ნიშნავდა პრემიერ-მინისტრად, რომლის ინტელექტიც ეს პირველად რიჩარდ პაიპსმა გამოაქვეყნა და ეხა ინტერნეტში ძდებს, რა ქვია, სტატია გენერალ ხარკოვ, რომ გამოდის თემთა პალატაში პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის და აცხადებს, უკვე სამოქალაქო ომია რუსეთში, რომ ჩვენ ვეხმარებოდით ადმირალ კოლჩაკს დენიკის და ეხლა აი ჩვენმა დახმარებამ გაამარჯვებინა გენერალ ხარკოვს. დაშუქრავს თემთა პალატა, ეს ამბები ქვეყნდება გაზეთში, კითხულობს ამას სხვათა შორის ნიკოლოზ მეორის დეიდაშვილი. უახლოეს ნათესავი აბსოლუტური კოპიო ჯორჯი ინგლისის მეფე, რომელიც სხვათა შორის ნიკოლოზი ლონდონში რო იყო, ხალხი მასთან მიდიოდა ერეოდათ. იმდენად გავდნენ ერთმანეთს და საკუთარი დეიდაშვილის, რომელიც აღარ არის უკვე სიკვდილითაა დაჟილი, მაგრამ ყოფილ იმპერიაში სიდიდით ხუთეულში რო შედის. აი ესეთი ქალაქის სახელწოდება, მასაც ეჩვენება რომ არის გვარი და გამოსცა ბრძანება, რომ გენერალი ხარკოვი დაჯილდოვდეს წმინდა მიქელისა და წმინდა გიორგის ორდენით, ეს ერთი ორდენია, რომელიც ავტომატურად მის მფლობელს დანიჭებს აზნაურობას თავსართის სერით და აი ამ პატენტით უпроსტად აზნაურის პატენტითა და ორდენით ბრიტანეთის დელეგაცია ჩავიდა თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე ხარკოვის მიდამოებში მოძებნეს იქ გაარკვიეს რომ ეს იყო ქალაქის სახელწოდება და არა გენერალი, მაგრამ უკან ვეღარ წაიღეს სიტყვა და დღემდე ძალაშია რომ გენერალი ხარკოვი დაჯილდოვდა ამ ორდენით. აი განათლების მასშტაბი მაშინდელ ოლიგარქთაგან შერჩეული პოლიტიკოსების, ჯიბის პოლიტიკოსებს არჩევდნენ, როგორც იყო ლოიდ ჯორჯიც, როგორც იყო ჟურნალისტი კლემანსო, ვებხვი კლემანსო, რომელმაც რა ქვია, ისეთ რაღაცებზე მოაწერინა გერმანიას ხელი და ამერიკა გააგდეს, ფაქტობრივად გააძევეს ერთა ლიგიდან და ერთა ლიგის შემქმნელი თავის ვეტოთის უფლებით ერთა ლიგა ჩამოაყალიბეს, ანუ კუდრაჭობილად და შეაწერეს იმხელა რეპარაციები, რომ გერმანია საწყობილად შეუძლია დღესაც კი რომ გადაიხადოს, დღემდე ვერ გადაიხდი და ამ რეპარაციებს 20% ჩამოაჩეს, არა და გერმანიამ ომის შეწყვეტა სწორედ ვილსონის 14 პუნქტიან გეგმაზე ყაბულს რომ იყო, იმიტომ და ანუ რეალურად მოატყუეს და პირდაპირ ამბობდა ამაზე უდრო ვილსონი, რომ თქვენ ახალ მსოფლიოს ბატეთ აი აქ ამ კედლებში და მე მგონი ძალიან გადაუხვიეთ ბატონო აი ეს იყო დემოკრატიით, ანუ სინამდვილეში ბოდიში და მილიონერების ფინანსებით მოსული ვითომ პოლიტიკოსები, რომლებმაც კატასტროფამდე მიიყვანეს სოფლი. მოდი დაუბრუნდეთ ისე ქართულ დემოკრატებს და ვიწრო ინტერესების შეიძლება მოკლედ არ გამოგვია, მაგრამ მაინც. ხომ არ გეჩვენებათ, რომ აი მენშევიკების და ბოლშევიკების გარკვეულწილად უფრო დიდ იდეოლოგიურ პროექტს ემსახურებოდნენ, ვიდრე უშუალოდ ქართული ეროვნული ინტერესების დაცვა. მოდი თქვათ პირდაპირ, რომ ქართული ეროვნული ინტერესების დაცვა ბოლშევიკების და მენშევიკების მხოლოდ ზოგიერთ წარმოადგენლისთვის იყო თავის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი ჩამოთვლილი. და ბოლშევიკებში ესეთი იყო იგივე სტალინი, რომელიც პატრიოტულ ლექსებს წერდა და მერე ჩანს, რომ მას თქვა არა მარტო ქართველები ზოგადად 1952 წლის მის ცნობილ გამოსვლას, უკანასკნელ გამოსვლას მე-19 პარტყრილობაზე თუ მოვისმენთ, ის პირდაპირ ამბობს, რომ სახალხო დემოკრატიებმა უნდა აიღონ თქვა ეროვნული დროშა და ელემენტარულად ნაციონალიზმი, რომელიც იყო ბურჟუაზიის და კაპიტალიზმის ასე თქვა იარაღი, სინამდვილეში ეს არის სახალხო დემოკრატიებისთვის განუყოფელი და ბუნებრივი რამ და ჩვენ ეს უნდა დავიცადეთ. სხვა შორის სტალინის პირობებში ყველაზე მართალ დასტურს ვიტყვი ამ სიტყვებისა, არასოდეს არ არსებობდა რამდენიმე სამინისტრო სტალინის დროს და რამდენიმე კანონი. პირველი არსებობდა საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსი, არასდროს არსებობდა რუსეთის ფედერაციის ცალკე საქართველოს ssrs სისხლის სამართლის კოდექსი ცალკე, იმიტომ რომ ის სამართალი, რომელთაც ქართველი შეიძლება განესაჯა, გამოუდეგელი იყო რუსეთზე და პირიქით. მეორე არ არსებობდა საკავშირო განათლების სამინისტრო,
ცალკე იყო საქართველოსი, ცალკე იყო რუსეთის, მერე იყო მცდელობა ეს, რა ქვია, საბჭოთა უკვე ხრუშჩოვი. ყველას თავისი ყველას თავისი რეალური დონე და ტრადიცია და ყველას ჰქონდა თავისი, რა ქვია, სპეციფიური დონე, თქვა ჩვენი განათლების სისტემის ავტორები იყო მიხეილ ზანდუკელი პირველ რიგში, დიმიტრი უზნაძე და ასე შემდეგ, რუსეთში სხვები ერთადერთი სახელმძღვანელო სხვა ჩვენზე ძველი თარგმანი იყო ძალიან კარგი, რომელიც საერთო იყო ფიზიკის კოინების ფიზიკის სახელმძღვანელო, დანარჩენი ყველა დარგშიც კი, მათ შორის ბიოლოგიურ დარგებში, იყო ინდივიდუალური. ჩვენ ნიკო ცხოველი ყავდა, ჩვენი ფლორა და ფაუნა ყავდა, იმათ თავისი ყავდათ. შესაბამისად, და მეორე არ არსებობდა საკავშირო კულტურის სამინისტრო. ერთადერთი ბოლშაკოვი იყო მინისტრი კულტურის მიმართულებით კინოინდუსტრიის, უბრალოდ რომ დაფინანსება მიიღო ამა თუ იმ კინოსტუდიას და ხა ყველა რესპუბლიკას კინოსტუდია არ ქონდა, ჩვენ რო ქონდა კინოსტუდია, ქართული ფილმი რესპუბლიკების უმეტესობას ესეთი რა ფუფუნების საშუალება არ ქონდა, იმიტომ რომ არ ყავდათ რეჟისორები ელემენტარულად, ხო? და აი ამ მიმართულებით იყო ცენტრალური დაფინანსების, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროები ყველა რესპუბლიკაში იყო ცალ-ცალკე, იმიტომ რომ ეროვნული კულტურა. მეორე ესეთი კაცი, ვინც შეიძლება სოციალ-დემოკრატებს ეხა ერთად ვამბობ, ბოლშევიკები, მენშევიკები. ვინც მაინც ნაციონალისტი იყო უფრო, ეს იყო ნოერამიშვილი. ნოერამიშვილი შედარებით პირველი მთავრობის თავმჯდომარე. ვინ შეიძლება კიდე დავასახელოთ შედარებით, რა ქვია, ნაციონალისტად, სოციალ-დემოკრატებში ალბათ გოგიტა ფაღავა, ახალგაზრდა, რომელიც მერე აქ დარჩა და იბრძოდა. იყვნენ ესეთი, მაგრამ რა შეეხება მათ ძალიან ცნობილ ლიდერებს, ისეთებს როგორიც იყო განსაკუთრებით, თქვათ, სერგო ორჯონიკიძე ერთი მიმართულებით და მეორე მხარეს ირაკლი წერეთელი, ან კარლო ჩხეიცი. ესენი იყვნენ ნაციონალიზმისგან აბსოლუტურად დაცლილი ადამიანები. და მოვუყვები ორფაც. აი, ჟორდანია თავის დროზე ვერ იყო ნაციონალისტი. ვერანაირად, ვერც მერე ხა შვილს დაარქვა რეჯები. ემიგრაციის დამადებულს ხო თურქული სახელი დაარქვა, ყველაფერს თავი დავანებოთ. მე შეურაცხყოფას არ ვაკეთებ, მაგრამ არა, ნუ ფაქტია ხო? ფაქტია, რომ საქართველოს თავრობის თავმჯდომარეობის მერე თუ ანუ როგორ თავმჯდომარე იყავი, მერე შვილი შეგეძინება იმას თურქულ სახელს დააღწია თავს თავმჯდომარებას არქვის რეჯებს. არქვა რეჯებს აი რაღაცა საუბარი ხო თქვენთვის მომინდია ამაზე საუბარი მაგრამ არ იყო ჟორდანია მთავარი ფიგურა სოციალ-დემოკრატებში მთავარი ფიგურები როგორც შიგნით ავტორიტეტები ისევე გარეთ მაინც იყვნენ კარლო ჩხეიძე ჯერთი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო არის კაცი რომელსაც ნიკოლოზი ერქვა თლობს სახელი და დაირქვა კარლ მარქსის საპატვისაც ამით მან ყველაფერი თქვა მისთვის ჩხეიძეობაზეც წმინდა ნიკოლოზზეც თავარი ღირებულება იყო კარლ მარქსი. ამით ყველაფერი ნათქვამი. ან ირაკლი წერეთელი. ეხლა გენეტიკა ირაკლი წერეთელს ჰქონდა, ანუ პატრიოტული თვალსაზრისით რომ ყოფილიყო პატრიოტი, შესაშურია. დედით იყო ნიკო ნიკოლაძის დიშვილი და მამით გიორგი წერეთლის ვაჟიშვილი. მაგრამ ერთადერთი კაცი, ვინც 1918 წლის 26 მაისს მეფის სასახლის მეფის ნაცვლის ყოფილ სასახლეში ყვიროდა რომ და რუსულ ენაზე რომ რას ჩადიხარ და მოგიდებლობას ვაცხადებ თქვენ ამით უყურებთ რუსულ დემოკრატიას ეს იყო ირაკლი წერეთელი ეხლა ვიღოთ სერგო ორჯონიკიძე სერგო ორჯონიკიძე ძალიან ბევრი ძმა და ბიძაშვილი ყავდა სერგო ორჯონიკიძის სხვათა შორის და ბიძაშვილი ავალი მინადორა ორჯონიკიძე ტოროშელიძე იყო იმ ხუთი ქალიდან ერთ-ერთი ვინც იყო დამფუძნებელი კრების წევრი და მენშევიკი მაგრამ ნახეთ რა ხდება აზნაურულ ოჯახში დაბადებული, მაგრამ გაზრდილეობლობაში, ანუ გარკვეულწილად რომ დედის სიყვარული ისედაც აყდა და სერგო ორჯონიკიძეს უვალა და საცოლე, სხვას გავაცოლოთ. და სანამ ქორწილამდე ჩააღწევდა იქ ის გზაში დაიმტვრა ცხენმა გადააგდო ზამთარი იყო და ძილით გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ მისთვის ქართველი ქალი ხდება მიუღებელი. მას ყავდა ციმის გადასახლებისას შეერთო კალმიკი ქალი. და აი გარკვეულწილად სერგო ორჯონიკიძეში მუდმივად იგრძნობა. ციტა ქართველი კაცი არის ყველა დედიკოს ბიჭი მოდი თქვათ. იტალიელიც. მოდის ესეც მოდი იტალიელიც. ჩვენ ვარ დედიკოს ბიჭი. ეს არის ჩვენი სიყვარული ქალის მიმართ და სამშობლოს ძოლმული შვილის და სამშობლოს მიმართ დედისა და მის სიყვარულიდან მოდის ხო?
ზოგადად ქალისა გვაქვს ეს აი ამიტომ და ყველაფერი დედასთან იგივდება ენას და სამშობლოს და როდესაც ადამიანს ზუს ქართველი ქალი უკვე ის დამთავრებული ვეღარ იქნება ქართველი. ვთქვით, სერგო ორჯონიკიძე იყო გენიალური ორგანიზატორი. რუსული რეალურად აი სამრეწველო გადატრიალება სტალინზე არანაკლებად შეიძლება მეტად და სერგოს განხორციელებულიც კი არის. და მეტიც ერთ შეცდომას მინდა შევეხო. როგორც წესი ითვლება, რომ სერგო ორჯონიკიძე მითი ეს ისე დავამსხვრიოთ მითი იყო სტალინის კაცი. ეს არის აბსურდი. გაცილებით ადრე და გაცილებით მჭიდროდ დააკავშირდა და დაახლოვდა მიუხედავად იმისა, რომ უფრო მცირეწლოვანი იყო სერგო ორჯონიკიძე ლენინთან. გაცილებით უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა და მჭიდრო. ეს ერთი. მეორე. სერგო ორჯონიკიძე რო არ იყო პოლიტბიუროს წევრი, თქვა გარკვეული პერიოდი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ნაკლები ძალაუფლება ჰქონდა და რატომ. რუსეთის კომუნისტურ პარტიაში, ან მას როგორც ერქვა ბოლშევიკურ პარტიაში, იყო ესე წესი და მოდით ესეც ვთქვათ მოღორებას, რომ არსებობდა ცენტრალური კომიტეტი და ასევე ცენტრალური საკონტროლო კომისია. და პლენუმი, რომელზეც უნდა მიღებულიყო გადამწყვეტი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, მათ შორის გენერალური მდივნის არჩევა თუ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსების განსაზღვრა, აი ამ პლენუმზე ორივე ორგანო, ანუ ცეკაც და კონტროლის კომისიაც ერთად მონაწილეობდა, მაგრამ როგორც წესი, ცეკას წევრი თუ იყო 40 კაცი, პირობითად ვამბობ, საკონტროლო კომისიის წევრი იყო ყოველთვის მინიმუმ 40, ან მერე უკვე 80 კაცი. ანუ საეკლესიო კრებაზე საკონტროლო კომისიას ჰქონდა გადამწყვეტი ხმის უფლება. და ამ საკონტროლო კომისიის ჯერ არაფორმალური შეფი ყოველთვის და მერე ოფიციალური ბოსი იყო სერგო ორჯონიკიძე. იქ იყო აბელე ნუქიძეც, სხვათა შორის იმ პერიოდში, როცა არ იყო სერგო შეფი, იქ იყო კუიბიშევი და კუიბიშევის ძმა გაგახსენებ. სერგოს დაქვემდებარებაში იყო აქ ოკუპაციის დროს. და მისი ხელქვეითი იყო. ასე რომ სერგო ორჯონიკიძე იყო პარტიის გენერალური მაკონტროლებელთაგანი, ერთ-ერთი მთავარი ავტორიტეტი. შესაბამისად, თქვათ, პირიქით სერგო შეეძლო აი პარტიულ თქვათ პლენუმზე ან ყრილობაზე უფრო დიდი პრობლემა შეექმნა სტალინისთვის ვიდრე პირიქით. და აი ეს არის არავითარი მოჩი ჩვენ დეპეშებს თუ გავაჩნდებით აი 1919-20-21-ის ოკუპაციის დროს იქ სტალინთან სრულად გვერდისავლით აქვს მას პირდაპირ კომუნიკაცია ლენინთან მისთვის არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს არც ლევ ტროცკი ეს იყო უბრალოდ საკავშირო კომუნისტური პარტიის სანამ 26 წელს ის გახდებოდა კომისიის თავმჯდომარე მანდა იყო კალბიუროს თავმჯდომარე ანუ კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს თავმჯდომარე. ოღონდ ნახეთ რა არის განსაზღვრული ამ კალბიუროშიც. სერგო ორჯონიკიძე მარტო სომხეთ, საქართველოს, აზერბაიჯანის პარტიული ბოსი კი არ არის უკაცრავად. ის არის მთელი ჩრდილოეთ კავკასიის, რუსეთის ბეღელის, კრასნოდარის, სტავროპოლი, დონისპირეთი, თელეს დაღესტანი და პლუს თურქეთის და სპარსეთის მიმართულებით. დიპლომატიურ ურთიერთობასაც სერგო ორჯონიკიძე აკონტროლებს, სპეცსამსახურებსაც და საერთოდაც რა სერგო ორჯონიკიძის ინტერესებში შედიოდა ირანისა და თურქეთის საბჭოთა სახელმწიფოების ჩამოყალიბება. ასე რომ, რა ქვია, სოფლის უნიშნულოვანესი ღერძის პოლიტიკური ბოსია სერგო ორჯონიკიძე და აქ სტალინის კვადრატი წილი მაგ პერიოდში მიზერულია. სტალინი მეორე ნაწილი არსებობდა კიდე ქართველი ბოლშევიკების, რომელიც არც სერგოსი იყო და არც სტალინის. რომელთა ალბათ ლიდერად უნდა დავსახელოთ მამია ორახელაშვილი, რომელიც ერთი პერიოდი ლენინის მოადგილე იყო, არისტოკრატი წარმოშობით მისი თავადური გვარის მარია მიქელაძე, რომელიც ცნობილი ტერორისტი ქალბატონი ბრძანდებოდა ოდესღაც და მე განათლების მინისტრი, რომელიც ლენის მოადგილეც იყო და აი ეს ასე ვთქვათ, ასევე ელიტარული პარტიული ქართული ელიტა მე რაც უკოლონისტებად რო ჩამოვალებდნენ, თქვა ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, რა ქვია, იგივეს მამია ორახელაშვილი ესენი იყვნენ ლენინის მოდი თქვა სამეგობრო რომლებიც ლენინს რომელთა გამოყენებაც გადაწყვეტა სტალინის ჩასაძირად ეს კიდე ცალკე საუბრის თემაა რა ქვია იმიტომ რომ ლენინი მართალია როცა დანიშნეს სტალინს არ ფიქრობდა რომ კონკურენტი იქნებოდა აპრილში 22 წლის გონზე რომ მაშინ დაკარგა გონება სტალინმა გონზე რომ მოვიდა თორე ლენინმა ის ულტიმო რომ მოვიდა აღმოჩნდა რომ ყველაფერს სტალინი აკონტროლებს შესთავაზა პირველი ტროცკის მოადგილეობა და სტალინს განეიტრალება ტროცკი და ეგეთ სიტუაციებში ხოლმე ძალიან ამბიციური იყო და თამაში გადარჩებოდა და აი ამ დროს მოხდა ესეთი რაღაცა ამათმა წამოაყენეს ნაციონალ-კოლონისტური თემა რომ აი საქართველოს ცალკე იყოს არც ფედერაციაში
და ლენინის პირდაპირი წერილებია რომ ხარი დაუჭიროთ საქართველოს ნაციონალურ კომუნისტებს რატომ სტალინს უპირისპირდები და სტალინს კიდე ღალატა და ბრალადებენ ერთსაც ვიტყვი მაშინ ამბობს რომ ფედერაციის გეგმა წამოაყენა რომ თითქოს მოკავშირე რესპუბლიკებიო რუსეთის ფედერაციის უშუალო წევრების შედიოდნენ ეს იცით რატო გააკეთა მან ძალიან კარგად იცოდა რომ ტროცკის ლენინს ზინოვიევს კამენებს უკვე დაგეგმილი ჰქონდათ გერმანიის რევოლუცია და აბსოლუტურად გარდაუვლად მიაჩნდათ რომ 23-ში გაკომუნისტდებოდა ბოლშევიკდებოდა გერმანია და უნდა შექმნილი იყო რუსულ-გერმანული ალიანსი გერმანია რუსეთის ფედერაციაში არ შემოვიდოდა უნდა იარსება რაღაც სახელმწიფოს ssrk-ს შესაბამისად რომელსაც უაჩველი გააკეთებდნენ არავით არის სტალინის გეგმით ამ გეგმას არ შეცვლიდნენ იმიტომ რომ გერმანიას ელოდნენ და აბა რატო გააკეთა ეს ფედერაციული გეგმა იმიტომ რომ ამით გაუგორა კომუნისტური პარტიის რუსული წარმოშობის წევრებს იმიტომ რომ ერთბანაკში დადგა ნახეთ დააყედა ებრაული წარმოშობის ზინოვიევი კამენები ტროცკი და დედით ებრაული წარმოშობის ლენინი და მეორეს მხრივ თვითონ არაებრაული წარმოშობის და რუსული თემა წამოწია და სწორედ ამის მერე სტალინი კომუნისტური პარტიის და თქვით რომ 80% კომპარტიის რუსები იყო კუმირად იქცევა და ესა იყო და ამას შვენივრად ხედავდა მახარაძე წორახელაშვილიც რა თამაშს ეწეოდა სტალინი მაგრამ ყველა პირდაპირ რა ქვია ზურგიდან დანასურტყამდნენ იმიტომ რომ კარგად დაინახეს რომ სტალინი პირველი კაცი ხდებოდა მანიპულაციებით და შეეკრნენ ლენინს სტალინის წინააღმდეგ და ამას მე ჩვენ გვისახებებ ვითომ როგორც ამათ პატრიოტიზმს პატრიოტები თუ იყვნენ მაშინ მე-11 არმიას თბილისში წინ არ შემოუძღვებოდნენ კი და ჩვენ ბავშვობაში პლაკატები მოქონდა სადაც ლენინი და სტალინი ერთად იყო და ერთად ოჯონიკაძე პირიქით იყო და რაღაც რა არის ეს ისტორია ხა გადაცემა არის ყველაფერი გადასაწერია გესმით ჩვენ ცხოვრობ მითებში და როდის მოხდება ეს მოხდება როდესაც ჩვენ ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანების მოვალეობაც არის და ახალგაზრდებსაც რომ მიმართოთ აი მაგას ვიძახი ხო დღეს იმედროს უყურებენ ძალიან ბევრი აი შენი მიზანი რა არის რომ კომუნისტები გააშაო თუ გაათეთრო კომუნისტები არ არსებობდა ერთი მასა მეცაც გეტყვით ის ეკონომიკური სისტემა ალბათ რასაც თქვენ კითხავს დავსვამდები ვისაუბრეთ რომელიც მენშევიკებმა შექმნეს და რომელიც უნიკალური იყო და რომელსაც რომის აპოლოგიასაც ეწევა რა ქვია ორმად პატივცემული ბაიფსი აი მე ვისაუბროთ უბრალოდ ეს დავა ალბათ ეს იყო მე სტალინის არტილერიის სისტემა პირდაპირ ამას ეფუძნება ანუ ეგ ესე არ იყო რომ შენ რაც გააკეთე მე იმას არ მივიღებ არა მე თუ მომწონს შენი გაკეთებული შვენივრად მივიღებ ამას მუსოლინის იდეებსაც ძალიან ხშირად იზიარებდა სტალინი რა ქვია ტროცკის გარკვეულინეს გეგმების გამოყენება თუ რამეში იყო რაციონალური მარცვლა მტრებისასაც ის თვალისწინებდა და ეს ცალსახადად რაპალერატულები არ შეიძლება შავი და თეთრი ფერები არ არის მარტო სოფლებში შემოვადონ ხო არ გეჩვენებათ რომ ან ხო არ ვფიქრობთ ესე რომ საქართველოს 1918 წელს ისე მიიღო თავისუფლება და დამოუკიდებლობა როგორც ვთქვათ შუა აზიის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის უარეს გეტყვით შუა აზიის ქვეყნებს არ უტირია და საქართველოს მაშინდელი მთავრობა ტიროდა რომ არ უნდათ რომ მიიღო შუა აზია შეიძლება დიდი სურვილი არ ქონდა რა მთავრობა იყო ეს ანუ სოციალ-დემოკრატიული მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს 26 მაისს გამოაცხადა მხოლოდ ოსმალეთის 72 საათიანი ულტიმატუმის თავიდან აცილების საშვალებად რომელიც მას ძალით თავს მოახვია გერმანიის კომისარმა კავკასიაში ფონ დერ შულენბურგმა სხვა ქართველი პატრიოტების თანამონაწილეებით როგორც იყო რევაზ გაბაშვილი, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი მაჩაბელი და ასე შემდეგ. მაგრამ სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ თუნდაც წინა დღეს და წინა დღეს არავის აზრად არ ქონდა 25 მაისს თბილისში რომ შეიძლება ხმალ ასეთი რამ მოხდარიყო რომ დამოკიდებლობა გამოცხადებული. რაც მოყვეთ ამაზე თუ რა გადაპირობა და როგორ ეს იყო ძალდატანებით გამოცხადებული. პირდაპირ შულენბურგის გეგმა, რომელმაც უთხრა, რომ პატრონას საქართველოს იტვირთებს გერმანია, ოსმალეთი ჩვენი მოკავშირეა და ამიტომაც ჩვენს ხომ უნდა დაუთმოთ რაღაც და აზერბაიჯანს სომხეთს ჩვენ ოსმალებს დაუთმოთ საბოლოო ჯამში ესე იქნება და ერთადერთი შანსი იმისი, რომ თქვათ ჩვენ
ასე ვთქვათ, ეფექტურად ვიმოქმედოთ, იქნება ის, რომ აღარ არსებობდეს ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა და იყო ცალკე. ანუ ალბათ უნდა გავიხსენოთ, ხო, რომ ალბათ მთელი პროცესიც უნდა გავიხსენოთ, როგორ მოვედით. სანამ ამას გავიხსენებ, რადგან შულენბურგი ახსენეთ, აი ხوار გვეტყოდით, რა როლი ითამაშეს საერთოდ უცხო ძალებმა, განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიის იმპერიამ და რეალურად დაგვეხმარენ თუ რეალურად ჰქონდა ჩვენ და მიკეთილად იყვნენ განწყობილები თუ სხვა ინტერესები. მე დავამატებდი კახა თუ რეალურად გადგნენ გარეთ. ანუ თამაშგარეთ ეს უკვე შემდეგ. იცით რა, მოდი დავიწყოთ, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი. ქველმოქმედება პოლიტიკაში გამორიცხულია. თუ რა თქმა უნდა მოგებას არ ელი. იმიტომ რომ ეს არის თამაში, სადაც უნდა მოიგო. ხვდებით და ყველა მხარე უნდა გამოდიოდეს პირადი ინტერესებიდან. და უნდა შევეგუოთ, რომ ვისთანაც გვაქვს საქმე, მას აქვს პირადი ინტერესები. ჯერ თავად იყო, არის და იქნება. ეს არის ფორმულა პოლიტიკის და ვინც ამბობს, რომ რაღაცა ღირებულებების გამო ვიღაც რაღაცას უჭერს მხარს, ეს არის აბსურდი. მაგრამ მე უბრალოდ რაღაცას ჩავამატებ, ნახეთ, აი დღესაც რაც ხდება საერთოდ ზოგადად ყველგან, აი ხა რასაც თქვენ ამბობთ, ინტერესები ხო რჩება და არის და ნახეთ, აი მაშინაც და ეხლა აი რატო დაგვიტოვეს მოლოდინები მაშინ, რატო დაგვაჯერეს რომ ისინი დაგვიცავდნენ. არავინ არ დაგვაჯერა ჩვენ ვიჯერებთ ხოლმე თავს. ეს არის როგორ რაღაცა, იცით, უსაქმორი ადამიანის მაპატიეთ, ზოგადად ვიძახი. და როგორ არის იცით აი მიამიტი ალბათ უფრო. არა მე ვიტყოდი ზარმაცი ადამიანების თვისება შინაგანი, რომ თავისი გასაკეთებელი სხვას გადააკისრონ. როდესაც არის უნდა რომ სხვამ დაიცვას, სხვამ შეუქმნას, სხვამ აჭამოს, სხვამ და მე ამბობენ რომ მე იმედი მომცა ვიღაცამ რომ მაჭმევ და შემინახავ. არ მაჭამა, ხო? არ მაჭამა, რას ქვია არ გაჭამა, რო ეჭმი არა უკეთესად იქნებოდა შენი საქმე. შენით უნდა მოიპოვო შენი საკვები. შენით უნდა მოიპოვო, შენი სისხლის ბაზად უნდა მოიპოვო. დამოუკიდებლობა თავისუფლება მხოლოდ მაშინ ხარ ღირსი, თუ რაღაცა ღირებულებისთვის, ნებისმიერი რამისთვის თავის გაწირვა შეგიძლია. როგორც ითხოვდა სოკრატე რა, თუ ის ნათქვამები, რაც მე მithქვამს, რაც სოკრატეს სიტყვათ უნდა დარჩეს, ერთი კაცის სიკვდილათაც არ ღირსო, მაშინ ამისი ასე კაპიკი ყოფილა და ამიტომ გაწირა თავი. რომ შენ რასაც ამბობ და ღირებულება რაც არის, ის უნდა ღირდეს იმისთვის, რომ თავი გაწირო ამისთვის და შეწირო. არც ეთი რომელმან გაწირო სულითვის, მან მოიპოვო სულითვის შესახებაში. შენ თუ თავის დადებას არ აპირებ ღირებულებისთვის, ის ღირებულება შენთვის ფუჭია და არ არსებობს. თუ შენ თავისუფლება გინდა, მზად უნდა იყო რომ გაწირო და მეცაც გეტყვით რა, სპილოსებრ ზვი გადაიქეცი მორიელად, შხამიან არსებად. და თუ გადაკლავავს ისე უნდა ხარ რომ გამოშხამდა როგორც ამირანი გაფატარავს ურჩხულს და გამოძრობა გამოხვალ შენ გადარჩები და ის მონსტრი დაეცემა როცა სულის კვეთება ვერა ყველას უნდა დაუკარგო შენი გადაკლაფის სურვილი ტოქსიკური უნდა იყო ძალიან მოსაწონი და მისაღები მეძავია ქუჩაში რო დგას და მიმზიდველი მეძავი კი არ უნდა იყო ტოქსიკური მორიელი უნდა იყო რომელთან გაკარების სურვილიც უნდა დაუკარგო ყველა დიდძალას აი ეს არის თუ შენ გსურს თავისუფლება, თუ შენ გსურს რაიმე ღირებულების მოპოვება. და ეხა ჩვენ რას ქვია მოგვატყუეს. ჯერტი თუ მოგატყუეს ღირსიც ყოფილიყარ. მოგვატყუეს აბა უფრო დაგვაჯერეს. რას ქვია დაგვაჯერეს, რატო შენი გინდა. შენ ხო იცი რომ უნდა ემთხვედეს შენ და იმის ინტერესი. და რას ქვია დამაჯერე. აი თვითონ ეს ფორმულირება და თემა თავისუფლება, ღირსება, კაცობა, სამშობლო, ქვეყანა ერთმანეთთან შეუსაბამო ტერმინებია. შეუძლებელია ვიმსჯელოთ აი ამ მიამიტობაზე დამაჯერეს ზარმაცი კაცის და ის როგორ თქვა რა, სხვაზე გადამბრალებელი ეგოისტის, ანუ თავკერძას თვის დამახასიათებელ ტერმინებზე და ისეთ ღირებულებებზე ქონდეს საუბარი როგორც არის სამშობლო, კაცობრიობა, სიყვარული, ღმერთი, თავისუფლება, გამარჯვება და შემდეგ. სავსებით გეთანხმებით, შენ თვითონ უნდა გინდოდეს ეს, მაგრამ როგორც თქვენ ცოტა ხნის წინ ბრძანეთ, ქართველები იმ დროს საერთოდ არ ფიქრობდნენ ამაზე. ქართველების ის ნაწილი არ ფიქრობდნენ, იმიტომ რომ არც ხალხშიც არ იყო ეს არის ხვდებით ჩვენთან მართლა მოხდა ეს რა მოკლეს
ანუ ეს უფრო წაქეზება იყო. არა, სხვა რამეს თუ რა იყო, როგორ საქართველოში ნახეთ როგორ რაღაცა იყო. იმ მომენტში მოყვები რაც მოხდა. ძალიან ცოტა დაგვრჩა დრო და ილა ჭავჭავაძემ როდესაც გაიგო რომ გარიბალდიმ გაათავისუფლეს გაერთიანა იტალია თქვა ესეთი ფრაზა წამოსდა ეხლა სამწუხაროა ჩვენ კიდე დიდხანს მოგვიწევს ჭოჭინიციარული ილა ჭავჭავაძემ დაიწყო ხელახლა ქართველი ერის დაბადება სხვათა შორის მოხდა ესეთი რამ რომ ილისტები აი ესეთი მოძრაობა ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ილისტების თაობა რომელიც საქართველოს სათავეში კულტურის თითქმის ყველა სფეროში მოვიდა დაბადებულნი იყვნენ 1907 წლის შემდეგ 7 წლიდან ილიას გარდაცვალების შემდეგ აი ვინც ზუსტად ეს ის პერიოდია ვინც აი კომუნისტების პერიოდში დიდი რეჟისორები მწერლები პოეტები ეგ მათი უმეტესობა ილიას მიმდევარი იყო მაგრამ ჯერ კიდევ ეს ფენა არ იყო მომწიფებული 1917 წლისთვის აი ეს პრობლემა იყო შესაბამისად აქ იდგას როგორ არ არსებობდნენ ხა ილიას მიმდევარი იყო კოტე აფხაზიც და რა ქვია თვითონ ნიკო ნიკოლაძეც ამ სიტუაციაში რომელიც ახალგაზრდობაში შეიძლება და თელი ცხოვრება ერთმანეთს რა ქვია ეკიშპებოდნენ ილია და ნიკო მაგრამ რა თქმა უნდა დამოუკიდებლობის უხრე რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული სოციალ-ფედერალისტული პარტიის და ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და მათგან გამოყოფილი ფრაქციების წარმომადგენლები დაწყებული 16 აყაიშვილი და დამთავრებული 19-18 წლის გიორგი ლეონიძით თუ ზოგიერთი მწერალი მე კომუნისტებთან რო იყო ილო მოსაშვილი და ზემო ყველა აქ იყო დამოყრილი დიმიტრი უზნაძე რა შორს მივდივარ და რა ქვია გრიგოლ ნათაძეები და გერონტი კიკოძეები და გრიგოლ რობაკიძეები და ასე ესენი იყვნენ როგორი ხალხი ცით რომლებიც იტყოდნენ რომ ყველაფრის ფასად და სხვათა შორის 1904-5-დან ამბობდნენ საქართველოს უნდა გამოაწყოს დამოუკიდებლობა საქართველოს უნდა იყოს ავტონომიური ეს ხალხი არსებობდა მაგრამ ჯერჯერობით ეს ხალხი არის პოლიტიკური ძალა და ჩვენ ერში ავტორიტეტი მე როგორც გამოჩნდა ვიღას ახსოვს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა გვარები დღეს საქართველოს ვიზით ამაყობს და ვინც გვიყვარს სუხველანი სწორედ ის ილისტები იყვნენ ილია ჭავჭავაძის მიმდევრები რომლებიც ზოგი აქ იყო ზოგი დაიღუპა ზოგი წავიდა მაგრამ ვინც ღირებულება დატოვა ოღონდ სამწუხაროდ 17-ში ეს ხალხი ჯერ არ იყო სათავეში და ამ დროს 17-ში კოსმოპოლიტი კარლო ჩხეიძე რუსეთის პრეზიდენტია და ხდება რუსეთში ოქტომბრის გადატრიალება ჩამოდიან და ეგრევე ნახეთ რა ხდება ფუძდება სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ერთი იყო ქართული საქართველოს ეროვნული ყრილობას იწვევდა და საქართველოს ეროვნული საბჭო ძალიან ის ქრონოლოგიურად მოყვეთ ეს არის არასამთავრობო ქართული ასეთივე სომხურიც გაკეთა და აზერბაიჯანი სხვათა შორის ონ მუსულმანთა კავკასიელ მუსულმანთა აზერბაიჯანი მე უწოდა ფათალი ხანმა რომელსაც ქალიშვილს თამარი დაარქვა და თბილისში მოიფიქრეს სახელწოდება აზერბაიჯანი მაგრამ ესეთი ფენომენი 1918-მდე არ არსებობდა გაგება მოკლედ თბილისში ხდება ეს ყველაფერი და ეს ყრილობას მოიწვიეს და ფულადი საფუძველი ხო ჭირდებოდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციას. ესეც შეწირა საქართველოს სათავეს დაზნაურო და როგორც ქუთაისის ასევე თბილისის საზოგადოებებმა 5 მილიონ რუბლზე მეტი ოქროთი ეს დაახლოებით მილიარდზე მეტი თანხაა თანამედროვე. ოღონდ ამ ყრილობაზე მიუხედავად იმისა, რომ კოტე აფხაზმა შეწირა, ნიჟარაძემ შეწირა და ილისტებმა შეწირეს ეს ფული, მაინც სოცდეკი ნოე ჟორდანია ეჭეს ამ ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარედ, იმიტომ რომ ქართველები ფიქრობენ კარგი კაცი ხარ კოტე აფხაზო შეიძლება შენ მაგრამ პური მეპურე გამოაწყოს სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა ბატონო სიმონ მაგრამ დაგვჭა უამრავი სალაპარაკო დაგვჭა უამრავი როგორ მივიდი და მოვიდე ამიტომ უნდა გავაგზავნოთ ალბათ შემდეგ კვირას არა შემდეგ მაშინ შემდეგ გადაცემაზე და ერთ რაღაცას დავაბატებდი კახა თუ შეიძლება რომ ჩვენ გადაცემათა ციკლს ქვია გახსოვს არა მაგრამ დღევანდელი გადაცემა მე მგონი შეიძლება წავიდეს სათაურით იცოდი იმიტომ რომ მგონი ძალიან ბევრი თემა იყო ისეთი რომელიც ბევრისთვის იქნება უცნობი და საინტერესო ესე რომ შემდეგ დაგველოდეს აუცილებლად შემდეგ გადაცემაზე აუცილებლად ვისაუბრებ ამ საკითხებზე ახლა კი დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დავამშვიდობ ჩვენს აღურებულს მადლობა